ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი უკრაინის თავდაცვის ძალებში ის 2014 წლიდან არის და დღემდე ბევრ ქართველ სამხედროსთან ერთად იბრძვის ოკუპანტების წინააღმდეგ და ირაკლის ამავე დროს აქვს ძალიან ისეთი სპეციფიური მნიშვნელოვანი გამოცდილება ვიწრო სპეციალიზაციის გზით ყველაფერს ეთერში ვერ ვიტყვით, მაგრამ გარდა იმისა, რომ დაზვერვის ძალიან კარგი სპეციალისტია და საქართველოში ამ მხრივ ბევრი საქმე აქვს კარგი გაკეთებული, ირაკლის მინდა მივესალმო, მიხარია რომ ხნეთ ვხედავ და ჯამრთელად და აი ამ 4 წლის თავზე გარკვეულწილად ვაჯამებ და ვკრებთ იმ ძირითად ფაქტორებს, რამაც განაპირობა უკრაინის არა მარტო მედეგობა, არამედ უკრაინული შეიარაღებული ძალების წარმატებებიც და ტექნოლოგიური წინსვლა, ინოვაციები, ჩემი აზრით ალბათ დეცენტრალიზებულობა გარკვეული გაგებით, სამეთაუროს, თქვათ, პასუხისმგებლობის გათვალისწინებითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ ირაკლი მინდა რომ რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებთან ერთად რომელსაც ალბათ ხალხს გაუსვამთ, გითხრათ იმის თაობაზე რა როლს ასრულებს უკვე ამ თანამედროვე საომარ მოქმედებებში ელექტრო, აი დრონების მეშვეობით წარმოებული თავდაცვითი თუ შეტევითი ოპერაციები. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით ხელოსნურებს, ბატონ გენერალს. როლს რაც ასრულებს, ახლა მას ყველა ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო აბსოლუტურად შეცვალა და ასე ვთქვათ, გადაწერა მთლიანად ყველაფერი, რაც შეეხება ტაქტიკას, მის ტაქტიკურ, ოპერატიულ ომის წარმოებას, ტაქტიკურ ოპერატიულ დონეზე საკუთრებით ამ ტექნოლოგიებმა, რომელიც ძალიან, ყველა ვხედავთ, ბანალურია, ისეთ რაღაცას ვიმეორებ, რაღაც ყველა მიცის, საკმაოდ შეიცვალა აბსოლუტურად სურათი, წარმოება ბრძოლის, რაც გარკვეულწილად როგორც ეხმარება, იმიტომ რომ მოწინააღმდეგეც ნამდვილად არ არის ჩამორჩენილი, დღეს პრინციპში ამ კუთხით ესეთი ტიპის ომში ესე მასიურად გამოყენება იაფი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური საშუალებების, ასეთ ყველაზე დიდი გამოცდილება უკრაინას და რუსეთს გააჩნია. სწორედ აღნიშნე ახლა მასენთ რომ რაც ერთ-ერთი დამნიშნულოვანი ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩვენი ეს მდგრადობა, გარდა პირველი და უმთავრესისა უკრაინელი ხალხის, სწორედ თქვათ ჰორიზონტალური კავშირები, ურთიერთქმედება და ამით ახლა უკრაინელები თავის ხასიათით ძალიან გამოირჩევიან. სად მივა ეს ყველაფერი რა იქნება, იმიტომ ისეთ პროცესში ვართ, რომ საკმაოდ რთულია გავთვალოთ რა იქნება ხვალზე, მაგრამ როგორც პლუსი, ისე მინუსი ამ ყველაფრის ის არის, მინუსი ჩვენთვის, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია, რომ რეალურად რაღაც ისეთიას კლასიკურად ვსწავლობდით, ხედავდით ძველ გამოცდილებას სხვადასხვა ომების, ესეთი ღრმა სამანევრო გარღვევები, გადაადგილება კონცენტრალების კონცენტრაცია გარკვეულ მიმართულებაზე, ეს ფაქტიურად დღევანდელ სიტუაციამ და ტექნოლოგიამ შეუძლებელი გახადა და ომი გადავიდა რაღაცა ესეთი მასიურ, რაღაცა ესეთი დიდ საკეპ მანქანად და უკვე რესურსებზე ვის მეტი რესურსი ეყოფა, ვის მეტი გამძლეობა და სადამდე გაძლებს ვის მხარე, ასე ვთქვათ, ამ რესურსებით, როგორც ცოცხალი ძალით, ისე მატერიალურ ტექნიკურით, რა თქმა უნდა. აი, ირაკლი, თავად ახსენეთ ახლა, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, მათ შორის პირველ რიგში რესურსების ბრძოლა, შემართება და თავგანწირვის ხარისხი, მოტივაციის თვალსაზრისით უკრაინელების მხარეთ არის ეს უპირატესობა, ვიდრე ძალით ან კონტრაქტებით და თუნდაც საკმაოდ დიდი ამ ეტაპზე დიდი ფულის ფასად წამოყვანილი მეომრებისა. მაგრამ თუ რესურსებზეა ლაპარაკი, უკრაინა თავის მოსახლეობის რაოდენობით რამდენჯერმე პატარა არის რუსეთის ფედერაციაზე. რა არის ის შესაძლებლობები, ის ინსტრუმენტები, ის ფაქტორები, რომლის უფრო აქტიური გამოყენების მეშვეობითაც უკრაინა ახერხებს და მოახერხებს კომპენსაციას ამ მოსახლეობისა და მებრძოლების პოტენციური მებრძოლების რაოდენობებს შორის დისპროპორციისა? რამდენჯერმე პატარაა, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისეთი კატასტროფული სხვაობაა, როგორც რო ავიღოთ ახლა ჩვენი თავი საქართველოს შევადაროთ რუსეთს. არც ეგრე რთულადაა საქმე, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი პირველი, რა თქმა უნდა, შემართებით და ვთქვათ, ბრძოლის ჟინით კომპენსირდება, მეორე ზუსტად ამ მართვის
მაღალ ტექნოლოგიური გამოყენება და ტექნოლოგიების სწრაფი, ასე ვთქვათ, ჩანერგვა ბრძოლის ველზე, აი მუდმივიც და მუდმივი სიახლეების ზემნა, რომ დღეს რაღაც მომენტში თუნდაც სფეროში დრონები მუშაობს, რაღაც გადის რამოდენიმე თვე რეალურად იცვლება და უკვე რაღაც ნახევარი წლის წინანდელი რაღაც გადაწყვეტილებები უკვე გადასაგდებია და ახალი ასაძებნი. ამ კუთხით ბევრად სწორედ ალბათ ჩვენი სიმცირე უფრო ერთ-ერთი განაპირობებს მაგას, რომ ბევრად უფრო მოქნილია უკრაინა, უფრო ადაპტირებულია, გასაგებია გადარჩენისთვის იბრძვის. და ტექნოლოგიურად რაც გაუმართლა უკრაინას, ეს არის ზოგადად კარგი, უფროსი ხალხია სტუდიაში ჩემზე უკეთესად იციან, თავის დროზე საბჭოში ზოგადად კარგი სკოლა და კარგი ბაზა იყო ტექნიკური განათლების, საინჟინროს, ელექტრონიკა და ასე შემდეგ უკრაინაში, როგორც სამხედრო წარმოებით, ისე ასევე არა მარტო. ამ კუთხით ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პლუსი, რაც რუსეთის არმია როგორც კლასიკურად დიდი, ძველი კი რა თქმა უნდა ვითარდებიან რაღაცებს ახერხებენ, შექმნეს იგივე ჩვენ ანალოგზე რაღაც უპილოტო ძალების ქმნიან ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ბევრად უფრო ესეთი დიდი და მოუქნელი, უფრო იერარქიულად რაღაც რთულად გადაწყვეტილებები დადის, რთულად იცვლება, უფრო ძველი კლიშეებით და რაღაც ძველი ფორმატებით ახორციელებენ, გასაგებია მასის ხარჯზე ნამდვილად მათი წარმატება სხვა ტექნოლოგიურად ფაქტურად არანაირი, უპირატესობა ძალიან მცირედი, ძირითადად ეს არის. აი და ზუსტად ერთ-ერთი ბოლო კითხვა და შემდეგ უკვე დასკვნითი კითხვაც მექნება, მაგრამ რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით, ამის ნაწილი არის პოლიტიკურ დონეზე გადაადგილებები და გადაწყვეტილებები უკრაინის მთავრობაში. მოვიდა პრემიერი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მანამდე კი ებარა ნაწილობრივ მეცნიერება და ტექნოლოგიები, მაგრამ ახლა პირდაპირ მიმართულებით თავდაცვის მინისტრთან ერთად, ხო, ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სიახლეები შემოაქვს კიდეც და საინტერესო ახალგაზრდა ადამიანია. როგორ დაეტყო ეს უკრაინის შეერაღებულ ძალებს? ანუ დიდი ხანი არ არის რაც ეს მოხდა, მაგრამ შეიძლება უკვე რაღაცა შესამჩნევი არის ამ თვალსაზრისით. თავდაცვის მინისტრის გულისხმობ. თავდაცვის მინისტრის გულისხმობ, დიახ. რა თქმა უნდა, ხა ჯერ ახალია და რაღაც ესეთი ბრძოლის ველსიდან გამომდინარე, ხა ეს სწრაფად ვერ ვიტყვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავდაცვის მინისტრობამდე ასე ვთქვათ ციფრული ქართულად როგორ იქნება, მოკლედ რაღაც ციფრული განვითარების რაღაც სამინისტრო იყო და მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი სამინისტრო მისი მეშვეობით იყო ძალიან ბევრი ტექნოლოგიური იმპლემენტაცია სხვადასხვა ტექნოლოგიების რაღაც ცნობილი, არ ვიცი ხო ხარ საქმის კურსში ასე ვთქვი სამოტივაციო ის არის და ელექტრონული ბალები, ელექტრონული ქულებია, რაც მოქმედებს არმიაში, მისი ერთ-ერთი მისიის იყო ინიციატივა და ძირითადად რას გულისხმობდა ეს ქულები? ანუ ფიქსირდება ნამდვილად რამდენ მეომარს ანადგურება ასე შემდეგ რაღაცები და ამის ზუსტი არის ყველაფერი ფიქსირდება და დიახ. კარგი რაც მოხდა, რომ ყველა ქვედანაყოფი ბრიგადების და კორპუსების დონეზე, ესე თქვა თავისი საერთო მომარაგების გარდა თავისი ბიუჯეტი აქვს და თვითონ შეუძლიათ შესაბამის პირობებთან რაღაც ესეთი მარკეტპლეისია გაკეთებული სამხედრო თვითონვე ყიდულობენ, იმიტომ რომ ერთი და იგივე დრონი ახლა ძალიან მარტივად რო თქვა ახლა ტექნიკურ დონეზე ამ ფრონტის ხაზი იმდენად სხვადასხვანაირია და სხვადასხვა ხასიათი აქვს მოწინააღმდეგის და მათი საშუალებები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირია, ყველგან ერთნაირად არ მუშაობს. ამიტომ თვითონ ქვედანაყოფი წვეც რა უცებ რა ჭირდება, რა შეისყიდოს. აი ძალიან საინტერესო რაღაც მოგვიყევით ახლა თქვენ. ანუ ბიუჯეტირება არსებობს, მაგრამ დეცენტრალიზებული არის სამეთაურო დონეზე, ადგილზე შესყიდვებით, საჭირო აუცილებელი ტექნიკას და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო. ერთ-ერთი ბონუსი, ესე ვთქვათ, ამ კუთხით, როგორც ჯერში და мотивация და შეჯიბრებითობა, იმიტომ რომ კონკურენცია ძირითად ყველგან და ყველაფერში არის ის, რომ ყველა დაფიქსირებული, დღეს საშუალება მისეხდება ჩათვლა, სხვათა შორის რომ ნახოთ არის ელექტრონული ტაბლოები, რომელიც ესე ვთქვით ოფიცი ღია გახსნილია, რაღაც პუნქტები არის დახურული
ღია, ყველა შეუძლია ნახოს, რამდენი მოწინააღმდეგის განადგურება ხდება ყოველდღიურად, ანუ ონლაინ ტაბლოა და ეს ყველაფერი ფიქსირდება და უკვე ქვედანაყოფი ამითი ქულებს აგროვებს, ყველანაირი მიზანს დაწყებული ჯარისკაცი მოწინააღმდეგის და დამთავრებული ტექნიკით, რაკეტით, რაცა უნდა იყოს, ეს ყველაფერი არის შესაბამისი ქულები, ამ ქულების დაგროვება და ამ ბონუსებით, ასე ვთქვათ, მე კიდე დამატებითი საშუალებების შესყიდვა და მიღება შეიძლება, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესოა. ირაკლი, უნდა დაგემშვიდობოთ და ბოლოს რას გვეტყვით, როგორია განწყობა 2014 წლიდან მოყოლებული წესით კი უნდა დაღლილიყავით თქვენც და უკრაინელი ხალხიც. თქვენ ნამდვილად არ გეტყობათ საამისო არაფერი. ზელენსკის კითხეს იმ დღეს, რომ რაღაცაო დაღლილად გამოიყურებითო და მე რო სახეზე მომიყურებთო მაშინ თუ რაღაცა მსგავსად ეხუმრა და თქვა რომ კი ჩვენ დაღლილები ვართ ამდენი წელია, მაგრამ საკმარისი ენერგია და ასე ვთქვათ შინაგანი мотиваცია შერჩენილი გვაქვს რომ ქვეყნისთვის ვიბრძოლოთო და როგორია მართლა განწყობა თავად საბრძოლო ნაწილებში? ბატონი გენერალი დამემოწმება და ჩვენ ქართველი სამხედროები განსაკუთრებით 92 წლიდან არ ვაძლევთ ჩვენ თავისუფლებას და დავიღალოთ და არაფერი საბრძოლო არ არის ახლა არანაირი რაღაც საერთო პოლიტიკურ ფონზე რაც ახლა არ ჩავყვებია მასა თქო არ შევეხები რაც ხდება რომ ახლა მოლაპარაკეთ დღეს ხვალ რეალურად ბრძოლის ველზე ამას არათაირი ის არ აქვს ყველა არის ყველამ კარგად ესმის რომ მოწინააღმდეგე არ გაჩერდება და ყველას კარგად ესმის რომ ძალიან დიდი და შრომატევადი საქმეა წინ და კი დაღლა რა თქმა უნდა არის ახლა ადამიანები ვართ ყველა და ახლა რკინისგან არავინ არ არის. რა თქმა უნდა არის ეს დაღლა, მაგრამ ვაგრძელებთ, ვთქვათ, ბრძოლას და რაღაც ხანდახან ვახერხებთ კი ჩეტევასაც, რა თქმა უნდა. ნორმალურად ამკუთხით, ნამდვილად არ არის კატასტროფული მდგომარეობა. ჯერჯერობით რესურსი არის კიდე ნამდვილად რამოდენიმე წელი. იმედი მაქვს რომ რამდენიმე წელი არ დაჭირდება სასურველი შედეგის მიღწევას, ირაკლი მხნეობას, გამარჯვებას გისურვებთ თქვენ და ყველა თქვენს თანამებრძოლს, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი უკრაინიდან გვერდებოდა.